მოგესალმებით, წარმოგიდგენთ Property Leader Spotlight-ს. გონია რომ საინტერესო უნდა გამოვიდეს თემა, რადგან იპოთეკური დაკრედიტება ერთ-ერთი მთავარი აქსელერატორია ამ სფეროში გაყიდვების, როგორ არის განვითარებული იპოთეკური ბაზარი, რა ძირითადი კრიტერიუმებია, რომელიც ამ ბაზრის განვითარებას აფასებს. 2026 წელს იპოთეკური დაკრედიტება პორტფელი იზრდება, მზარდია, სადღაც 11-15%-ის ფარგლებში არის ზრდა, თუკი წლიურ ზრდას ყოველთვე შევადარებთ ერთმანეთს. უძრავი ქონება არის არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი ძალიან ძლიერი საინვესტიციო ინსტრუმენტი. უკრაინის ომის დასრულების შემთხვევაში და საქართველოს მიგრანტების სწრაფად გასვლის შემთხვევაში საქართველოს უძრავი ქონების განსაკუთრებით დაქირავების ბაზარი გარკვეული სტრესის ქვეშ მოექცევა. მოთხოვნა საქართველოს უძრავ ქონებაზე ახლო აღმოსავლეთის ომმა გაზარდა. თქვენი მოსაზრებით რა არის მთავარი შეცდომა, რომელსაც მომხმარებელი იპოთეკური ან უზრუნველყოფილი კრედიტების აღების დროს უშვებენ? მთავარი, რაც პრაქტიკაში ხდება ხოლმე, არის ის, რომ ადამიანი ცდილობს აიღოს მაქსიმუმი, რაც ასე ვთქვათ, მიეცემა. არადა ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, ჩვენი რეალური შესაძლებლობებიდან რამდენის გადახდა შეგვიძლია. ესე იგი, 25-30 წლის მომხმარებლებს მე ვურჩევდი დაიწყონ მცირედით იმისთვის, რომ დაიკმაყოფილონ თავიანთი მინიმალური მოთხოვნები და ეტაპობრივად გაზარდონ შესაძლებლობები. პოდკასტის წარმდგენია Dreamland Oasis Chakwi. Wellness უძრავი ქონების პირველი დეველოპერი საქართველოში. პოდკასტის პარტნიორია შინლუდი. მიწის ნაკვეთები დღის შუაგულში. იდეალური ადგილი სახლის ასაშენებლად. თბილისიდან 23 კილომეტრში. საგურამოს მიმდებარედ. Property Leader Spotlight. უძრავი ქონების პირველი სექტორული პოდკასტი საქართველოში. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ Property Leader Spotlight-ს. ეს არის Property Georgia-ს ახალი პლატფორმა, რომელიც აერთიანებს უძრავი ქონებაში ჩართულ პირებს, ლიდერებს, გადაწყვეტილების მიღებ პირებს, ასევე დაინტერესებულ ინვესტორებს. მე შალო ვარ მაღრაძე, წარმოვადგენ Riverside Invest. ეს არის საინვესტიციო კომპანია, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილია ორი თავისუფლებული კომპანიით. უძრავი ქონების ნაწილში, კომერციულ ნაწილში ეს არის MP Development-ი, რომელიც 10 წელზე მეტია ფუნქციონირებს ბაზარზე და საცხოვრებელი უძრავი ქონების ნაწილში ეს არის Biography Living. დღეს ჩვენი პოდკასტის თემაა იპოთეკური დაკრედიტება და მგონია რომ ძალიან საინტერესო სტუმარი მოგვიწვიეთ ამ თემასთან დაკავშირებით. წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმარს, ეს არის TBC Capital-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ირინა კვახაძე. გამარჯობა, მოგესალმებით. გამარჯობა და გილოცავთ. ეს კარგი ინიციატივას გისურვებთ ბევრ საინტერესო სტუმარს, ბევრ საინტერესო საუბარს. ძალიან კარგი, მგონია რომ საინტერესო უნდა გამოვიდეს თემა, რადგან იპოთეკური დაკრედიტება ერთ-ერთი მთავარი აქსელერატორია ამ სფეროში გაყიდვების, ამიტომ დავიწყოთ, განვიხილოთ. ძალიან საინტერესო იქნება თქვენი აზრი, როგორ არის განვითარებული იპოთეკური ბაზარი, რა ძირითადი კრიტერიუმებია, რომელიც ამ ბაზრის განვითარებას აფასებს და თქვენი ხედვა ამასთან დაკავშირებით, რომ გაგვიზიაროთ თუ შეიძლება. ძალიან იპოთეკურ ბაზარზე როცა საუბრობთ, ერთი ბევრი ფაქტორი არის, რაც განსაზღვრავს იპოთეკური ბაზრის განვითარებას, ხო? ერთი არის თვითონ ტრანზაქციების რაოდენობა, მეორე არის შემოსავლები, როგორი არის მოსახლეობის, მესამე არის როგორი არის საპროცენტო განაკვეთი. და როგორც ვუყურებთ ჩვენ ახლა თქვა აი რიცხვებში რომ გადავიდეთ, თუმცა ძალიან თავით არ შევაწყინოთ მსმენელს, ხედავთ რომ 2026 წელს იპოთეკური დაკრედიტება პორტფელი იზრდება, მზარდია, სადღაც 11-15%-ის ფარგლებში არის ზრდა, თუკი წლიურ ზრდას ყოველთვე შევადარებთ ერთმანეთს, ხო? თუმცა აქ რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იპოთეკური ბაზარი რომ თავისთავად ძალიან მიბმული არის უძრავ ქონებაზე, ამას ბევრი საუბარი არ უნდა, ხო, თქვა კიდევ. მაგრამ ერთი საინტერესო რაც არის ის, რომ იპოთეკური ბაზარი დღეს საქართველოში სრულად არ ასახავს უძრავი ქონების ბაზრის დინამიკას. თქვენც კარგად გეცოდინებათ, დარგის წარმომადგენელი ხართ, ამაზე პასუხი რატომ? მაგრამ აი მსმენელსაც გავაგებინოთ კარგად. მთავარი მიზეზი არის ის, რომ დღეს გაყიდვების, უძრავი ქონების გაყიდვების ძალიან დიდი ნაწილი ხდება იპოთეკური დაკრედიტების მიღმა, ხო? ჩვენ ვიცით, რომ სადღაც 70%-მდე, 60-დან 70%-მდე გაყიდვების არის შიდა განვადები. საკმაოდ მაღალი მოჩვენებელი. საკმაოდ მაღალი მოჩვენებელი. კი, ეს გაყიდვები რაღაც პერიოდის შემდეგ, თქვათ 2-3 წლის მერე, მისი ნაწილი გადადის უკვე იპოთეკურ დაკრედიტებაში, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, აი დღეს თუ გვინდა შევაფასოთ იპოთეკური
ბაზრის მიხედვით რა ხდება თქვათ უძრავი ქონების ბაზარზე, ამის ცხადი წარმოდგენის საშუალება არ გვაქვს. თუმცა იპოთეკური ბაზარი საკმაოდ განვითარებული, ხა საქართველოს საბანკო სექტორმა და იპოთეკურმა საკრედიტების სექტორმა დიდი გზა გაიარა იმისათვის, რომ გარკვეული სიღრმისთვისაც მიაღწია და განვითარებული იყო, თუ კი შევადარებთ თქვათ 10 წლის წინანდელ ბაზარს. საინტერესოა, მეტუმეტეს ის ციფრი რაც ეხლა თქვენ ახსენეთ, საკმაოდ მოცულობითია. ეს ორ რამეზე მეტყოლებს, ერთი, რომ ბაზარზე დამკვიდრებულმა კომპანიებმა საკმაოდ გააქტიურეს შიდა განოდების და შიდა გადახდების პოლიტიკა. მე როგორც ვარ ინფორმირებული, საკმაოდ გაშალეს შეთავაზებების რაოდენობა, შესაბამისად ეს კარგად აისახა გაყიდვების ტემპებზეც და თუნდაც აი ამ შეფარდებაზე ეხლა რასაც თქვენ ბრძანებთ. როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს თუნდაც იპოთეკური შესახების დას? იქნება ეს საინვესტიციო გადაწყვეტილება, იქნება ძირითადად საცხოვრებლისთვის განსაზღვრული ტრანზაქცია. როგორ ფიქრობთ, მთავარი мотиваტორი რა არის? და ასევე მაინტერესებს რამ თუ განაპირობა უცხოური მომხმარებლის შემოსვლა ბაზარზე, თუნდაც ბაზრის გაზრდა იპოთეკური შესახების მიმართებაში. მოდით ესე წავყვეთ და ცოტა მე გავცდებოდი იპოთეკურ დაკრედიტებას. კი, ძალიან საინტერესო თემაა, მაგრამ კიდევ უფრო გავაფართოვებდით სამსჯელო არეალს და ვიტყოდი მთლიანად საცხოვრებელ უძრავ ქონებას რა განაპირობებს, ხო, რა ამოძრავებს დღეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მისი ნაწილი უკვე იპოთეკურ დაკრედიტებაში გადადის, ნაწილი როგორც თქვით რჩება და შიდა განმარტებებში. ეხლა რომ გავუყვეთ, ხო, რაღაც ფაქტორები არის და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი დღეს არის ის, რომ ფუნდამენტური მოთხოვნის ფაქტორები არის საკმაოდ ძლიერი. რამდენიმე რაღაცას უნდა შევხედოთ, ერთი არის თქვათ შემოსავლები, მოსახლეობის, ხედავთ რომ მოსახლეობის არის საშუალოდ მზარდი და უფრო მეტად იზრდება, ვიდრე იზრდებოდა ინფლაცია და ვიდრე იზრდებოდა უძრავი ქონების ფასი ბოლო წლების მანძილზე, ეს მნიშვნელოვანი არის რომ აღინიშნოს. მეორე არის ის, რომ ჩვენი ურბანიზაციის დონე ჯერ კიდევ ჩამოუვარდება ევროპის ურბანიზაციის დონეს. ახლა ურბანიზაციის დონე რას ქმნის, ხომ? ქმნის ურბანულ დასახლებებში მოთხოვნას, რაც უფრო მეტი ადამიანი სახლდება ურბანულ ადგილებში, იქ უფრო იზრდება მოთხოვნა საცხოვრებელზე. ეს ნიშნავს, რომ თუ კი ჩვენი ურბანიზაციის დონე გაიზრდება და ჩვენ გვაქვს ამის მოლოდინი რომ გაიზრდება, მოთხოვნა საცხოვრებელზე ავტომატურად ურბანულ დასახლებებში და არა მთლიანად საქართველოში, ხომ ეს მნიშვნელოვანია რომ აღნიშნოთ, გაიზრდება. მესამე და მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ასევე ოჯახის ზომა. ოჯახის ზომაც თანამედროვე სამყაროში შემცირებისკენ მიდის, ტენდენცია არის რომ დიდი ოჯახები იყოფა და ახალი ოჯახები ამჯობინებენ რომ ცალკე იცხოვრონ. საქართველოშიც ასეთი დაკვირვება გვაქვს, აი რომ შევხედოთ წლიდან წლამდე ოჯახის ზომის შემცირებას, წლიდან წლამდე არ არის ეს, აი თქვა დეკადებში, აი 10 წლის წინ რამხელა იყო და ეხლა ვნახავთ რომ განსხვავებულია. და დღეს თუ ჩვენთან თქვა 3.2 ადამიანი არის ერთი ოჯახის ზომა, ევროპის საშუალო არის 2.3, თუ სწორად მახსოვს რიცხვი, ამ ფარგლებში არის და ესეც არის ის რომ ესეც ქმნის ხომ რა თქმა უნდა მოთხოვნას ან გაქირავების ბაზარზე, ან შეძენის ბაზარზე. და მესამე და სხვათა შორის საკმაოდ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენთან შენობების დიდი ნაწილი, არა მხოლოდ ურბანულ დასახლებებში, არამედ რურალშიც არის საკმაოდ მოძველებული და ამორტიზებული. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი შეეხება. ძალიან დიდი ნაწილი, საქსტატ თუ შევხედავთ, სადღაც 70%-მდე მოსახლეობის ცხოვრობს ისეთ სახლში, რომელიც არის აშენებული 1990 წლამდე. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, ეკონომიკის განვითარება არის ის, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ადგილობრივი მოთხოვნა არსებობდეს უძრავ ქონებაზე. თუ კი ეკონომიკის განვითარება იქნება ძლიერი, თუ კი კარგად განვითარდება ეკონომიკა, ეს მოთხოვნა, რომ ადამიანმა გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები, ასევე რა თქმა უნდა წარმოქმნის მოთხოვნას საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე და შემდეგ შემოდის უკვე სურათში ეს არარეზიდენტებისგან მოთხოვნა. აქაც ახლა თუ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რატომ არსებობს ეს მოთხოვნა, ორ მთავარ რამეს ვიტყოდი მე. პირველი არის ის, რომ ჩვენთან ძალიან განვითარდნენ კომპანიები უძრავი ქონების სექტორში. არის რაღაცა ჩამოყალიბდა ეს ბაზარი და ზოგიერთმა კომპანიამ ძალიან კარგად ისწავლა და კარგად განავითარა გაყიდვების მიმართულება. მათ შორის უცხოეთში, კი, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მათი ძალისხმევის მეშვეობით უცხოელი არარეზიდენტი ინვესტორები ინტერესდებიან საქართველოს ბაზრით. ეს ერთია. მაგრამ ვერ დაინტერესდებოდნენ ამ ბაზრით, რომ არ ჰქონდეს საქართველოს მიმზიდველობა რამდენიმე თვალსაზრისით. პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოს
საინტერესო ბაზარი არის, მეტნაკლებად სტაბილური ბაზარი არის, იზრდება, მაგრამ ფასი საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების არის ჯერ კიდევ ხელმისაწვდომი საერთაშორისო ინვესტორისთვის. შეიძლება საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონება სულ უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომი ხდებოდეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, სხვადასხვა უბანში, რა თქმა უნდა, საშუალო ფასს არ გულისხმობ, ხო, სხვადასხვა უბანში, მაგრამ საერთაშორისო ინვესტორისთვის ის ძალიან ხელმისაწვდომია. აი თუ შევადარებთ, თქვათ, სხვადასხვა ქალაქების ფასებს, ჩვენ ვნახავთ, რომ საქართველოს რაღაც ბოლოშია ამ სიაში ფასის მიხედვით. აი თქვათ, თუ 100 ქალაქს ავიღებთ, საქართველოს ბოლო 15-20 ქალაქში არის $2,000 ღირს საშუალოდ თბილისის ცენტრში ერთოთახიანი ბინის ფასი კვადრატული მეტრი, მაშინ როცა ნუ ხა არ შევედაროთ, თქვათ, სინგაპურს, მაგრამ აი $20,000 სინგაპურში და $6,000 ღირს, თქვათ, შესაძარის, ჩვენთან შესაძარის ქვეყნებში, ხო? ამიტომ ფასის ზრდის პერსპექტივა ეკონომიკის დასთან არსებობს, ინვესტორი ამას ხედავს, ესეც არის მისი ინტერესის მიზეზი, კი. საინტერესოა, თქვენი მიგნებები ზოგადად ტიპის კაპიტალი გვანებიურებს ხოლმე თავისი საკმაოდ სიღრმისეული კვლევები ამ სექტორშიც, რა თქმა უნდა. ერთ მნიშვნელოვან ასპექტს მინდა გავუსვათ ხაზი, აი კონკრეტულად საინვესტიციო თვალსაზრისით შეძენილი საცხოვრებელი უძრავი ქონება რაც ითვალისწინებს, რომ მომხმარებელი ფიქრობს, რომ შემდგომ თუნდაც იჯარით ქირით გასცეს ეს ყველაფერი, კიდე ამონაგები მიიღოს და ამ თვალსაზრისითაც არის ხოლმე შენაძენები, ჩვენი დაკვირვებაც ამას მიუთითებს. ესეთი ნაწილი, რა თქმა უნდა, მაგალითად ბათუმში უფრო დიდია ვიდრე თბილისში, მაგრამ ეს ბაზარიც საკმაოდ ვითარდება. თქვენ ნაწილობრივ ახსენეთ, რომ საინვესტიციო თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯებიც მნიშვნელოვანია, ვინაიდან აფასებენ რა საქართველოს გარემოსთან ამ ბაზრის ზრდას. უბრალოდ მე მინდა ესეთი კითხვა დაგისვათ. ხომ არ მივიდა თუნდაც უძრავი ქონების ფასი, ან იჯარის ფასი იმ წერტილზე, რომ მომხმარებელმა გადაწყვიტოს არ შევიდეს გრძელვადიან იპოთეკაში და მაგალითად აიღოს ქირით უძრავი ქონება და ისე იცხოვროს. ძალიან საინტერესო კითხვა არის და ამ კითხვაზე არსებობს მათემატიკური პასუხებიც და არსებობს არარაციონალური პასუხებიც, ხო? დავიწყოთ იმით, მათემატიკურ პასუხს თუ გაგცემთ, არსებობს რამდენიმე ფორმულა, ერთი რომ ავიღოთ, მაგალითად, ეს არის ფასი გაყოფილი რენტაზე და ამით უყურებენ ადამიანები, რამდენი წლის რენტა ჯდება უძრავი ქონება. და მსოფლიოში თანხმდა სხვადასხვა ლიტერატურას თუ გადავხედავთ, ამბობენ, რომ თუ კი ვთქვათ, რენტა ჯდება სადღაც 10 წლამდე პერიოდში, 10-12 წლამდე, მაშინ ნორმალური ეგრეთ წოდებული მყიდველისთვის კომფორტული ტერიტორია არის და შეიძლება ერჩივნოს მყიდველს, რომ იყიდოს ბინა, ვიდრე და იქირაოს. თუ თქვათ, აი 15-დან, უბრალოდ ამ 13-14-დან სადღაც 20-მდე თუ 25-მდე, მაშინ ესეთი დაბალანსებული ბაზარია და ზემოთ უკვე საკმაოდ არაკომფორტულია ბინის ყიდვა რენტასთან შედარებით. მაგრამ ეს არ არის უნივერსალური წესი და არ არის რატომ, ხო? თბილისის ფასები რომ ავიღოთ, ახლა საშუალო ფასი საშუალო ქირასთან შევაფართოთ, ხო? დავინახავთ, რომ სადღაც აი ზუსტად ამ მყიდველისთვის კომფორტულ დიაპაზონში ჯდება 11 წელში, სადღაც, ხო? $1,300 კვადრატულ მეტრზე ფასი და $10 არის კვადრატულ მეტრზე რენტა და ნუ თუ გავყავთ, მივიღებთ დაახლოებით 11 წელს. და თუმცა ადამიანები ასე არ იღებენ ესე რაციონალურად გადაწყვეტილებას. ეს ერთი, მეორე დამოკიდებულია ყველაფერი იმაზე, თუ რა უბანზე ვსაუბრობთ. ხომ ზოგიერთ უბანში შეიძლება არაკომფორტულ ზონაში გადავიდეს და ქირა იყოს უფრო მნიშვნელოვანი, ზოგიერთ უბანში პირიქით ყიდვა იყოს მნიშვნელოვანი. და ამავდროულად ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ადამიანის პრეფერენციაზე. რა სურს თავად მას? სურს გრძელვადიანი საცხოვრებელი, სურს თქვათ რაღაცნაირად მშვიდად იგრძნოს თავი და ეს ემოციური უსაფრთხოება მისთვის მნიშვნელოვანია და ფლობდეს ბინას. სურს თავისუფლება ჰქონდეს მეტი თავისუფალი სახსრების განკარგვის თვალსაზრისით. ანუ ეს ბინის შეძენაც რა ხარჯებთან არის დაკავშირებული, ბევრი ფაქტორი შემოდის და ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ეს მათემატიკური წესები და რაციონალური წესები, ადამიანები ასეთი რაციონალურები არ არიან და ისინი სხვა ფაქტორების მიხედვითაც იღებენ გადაწყვეტილებას და ერთ-ერთი ფაქტორი არის, რომ ადამიანს ზოგჯერ ურჩევნია, რომ თქვათ არ იყოს მიბმული რაიმე აქტივზე და შეეძლოს ამ აქტივის ნებისმიერ დროს გამოსვა და მეორე შემთხვევაში პირიქით ურჩევნია, რომ ჰქონდეს რაღაცნაირი საყრდენი და ეს მისთვის იყოს უსაფრთხოების რაღაცნაირი გარანტი და ნავსაყუდელი და იცოდეს, რომ თავზე ჭერი აქვს, ხომ? აი ეს სხვადასხვა რამე არის. საინტერესოა.
რაც შეიძლება ითქვას, ესე რომ ვთქვათ, უძრავი ქონების ფასებზე. თქვენ დაასახელეთ, რომ ბოლო პერიოდში, რა თქმა უნდა, უძრავი ქონების ფასები მზარდი იყო საქართველოში, ეს დამახასიათებელი იყო, რა თქმა უნდა, როგორც ბაზრის განვითარების, სექტორის განვითარების, რა თქმა უნდა, ეკონომიკის განვითარებითაც. რა თქმა უნდა, ამას შემოსავლების ზრდის ნაწილის აყვა, მაგრამ მაინც მგონია, რომ ასე თუ ისე საკმაოდ დიდი ტემპი ქონდა უძრავი ქონების ფასების ზრდას. ამ თვალსაზრისით რომ შევხედოთ, მაინც რა არის მთავარი სტიმული იმისათვის, რომ გაზრდილი უძრავი ქონების ფასის პირობებში მომხმარებელი მაინც ორიენტირდეს იპოთეკურ კრედიტზე და მთავარი მიგნებები რა შეიძლება უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რა არის ის მთავარი ფაქტორები, რითაც ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. დავასუსტებ შეკითხვიდან, თქვენ გულისხმობთ, რის მიხედვით უნდა მიიღოს ადამიანმა გადაწყვეტილება იპოთეკური სესხით დაიფინანსოს თუ არა უძრავი ქონება, ხო? იცით, აქ ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ფინანსური სიჯანსაღე. მე ასე ვიტყვი. ფინანსური სიჯანსაღე არის ის, რის მიხედვითაც ადამიანმა ესეთი მნიშვნელოვანი გრძელვადიანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ხო? ამაში შედის ყველაფერი, თქვათ, რა ღირს უძრავი ქონება, რა პირველ რიგში რა მიზნით ყიდულობს ადამიანი უძრავ ქონებას, ის ყიდულობს რაღაცა გარდაუვალი აუცილებლობისთვის, ხომ არის ესეთი შემთხვევები, როდესაც უბრალოდ სხვა გზა არ არის, საჭირო არის, ის ყიდულობს საინვესტიციოდ, ის ყიდულობს რაღაცა ფასის გაზრდის, ინვესტირებისთვის, რომ მომავალში ფასი გაიზრდება, ეს ერთი არის, რა მიზნისთვის ყიდულობს. შემდეგ შემოდის უკვე რამდენად შეუძლია, ხო, ამ ფინანსური ინვესტიციის აწევა ადამიანს, ხო? რა ხარჯებთან არის დაკავშირებული შეძენა. ეს შეძენა გრძელვადიან პერიოდში დააწვება მას ისეთ ხარჯად, რომლის ატანაც შეუძლია, თუ არა. ხომ ესეც მნიშვნელოვანია. ეგეთი ტერმინი არსებობს, სახლით ღარიბი, ანუ სახლი გაქვს, მაგრამ არ გაქვს განკარგვადი სახსრები. ყველაფერი მიდის დაკრედი მაშინ, რა ქვია, მომსახურებაში ამ სახლის აქტივის უძრავი ქონების. აქ შემოწეს, ანუ მე ვიტყოდი, რომ აი კომპლექსურად უნდა შეხედოს ადამიანმა, ერთი რა მიზანს ემსახურება ამ სახლის, ხომ არ არის ძალიან ემოციური, ძალიან იმპულსური გადაწყვეტილება, ამავდროულად უნდა ნახოს, თქვათ, რა მოლოდინები არის ბაზარზე, რას წერენ ანალიტიკოსები, თქვათ, ფასის ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, არ გაგრძელდება, შეაფასოს მისი შემოსავლები, თქვათ, როგორ თანხვედრაში არის ამ ინვესტიციასთან და ასე მიიღოს შედარებით რაციონალური გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ეს არ არის, თქვათ, რაღაცა ერთწლიანი და ორწლიანი გადაწყვეტილება, ეს გრძელვადიანი, თუმცა აქვე დავაყოლებ იმას, რომ უძრავი ქონება არის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი ძალიან ძლიერი საინვესტიციო ინსტრუმენტი და თუ მას ადამიანი ჭკვიანურად და კარგად გამოიყენებს, ის აუცილებლად ესეთი გადაჭარბებული ნათქვამია, სხვადასხვა ვერსია და სცენარი არსებობს ცხოვრებაში, ხომ გარანტირებული არაფერი არ არის, არასოდეს, ხომ? მაგრამ მას შეუძლია ჭკვიანურად გამოიყენოს თავის სასარგებლოდ, თუმცა ისე ვიტყვი, უნდა ძალიან კარგად შეაფასოს როგორც შემოსავლის ნაწილი, ისე ფინანსური ტვირთის ნაწილი და ესე მიიღოს გადაწყვეტილება. TBC კაპიტალის კლუბები საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციას გვაწვდის ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებით, როგორც სხვა სექტორებში, რა თქმა უნდა, უძრავი ქონების სექტორის მიხედვითაც, თქვენი დაკვირვებით უძრავი ქონების სექტორზე არის თუ არა მოსალოდნელი კიდევ ფასების გაზრდა უძრავი ქონების ნაწილში და სად შეიძლება იყოს პიკი, სადამდე შეიძლება მივახციოთ ეკონომიკის ზრდასთან მიმართებაში უძრავი ქონების ფასად. დავიწყოთ ბოლოდან. დიახ. და ვიტყვეს რამეს, რომ ცოტა პიკის გამოცნობა რთული საქმეა, საერთოდ ძალიან რთულია იმის გამოიცნოს ადამიანმა თუ სად იქნება პიკი, ბაზარი საით წავა, ხომ? ეს გამონათქვამიც არსებობს ინგლისურად, რომ ანუ ბაზრების ახსნას ნუ ეცდებით, ხო? კი ბატონო. მაგრამ ამავდროულად რაღაც მიმართულება და ის გვჭირდება ვიცოდეთ რა სველოდებით მომდევნო წლებში. ჩვენი დაკვირვება არის ასეთი, რომ თუ ვთქვათ ყველაფერი რამდენიმე სცენარი არსებობს და ესე ვთქვათ მოლოდინების შექმნისას ძალიან მნიშვნელოვანი არის რა მოვლენების მიხედვით ვქმნით ამ მოლოდინებს. აბსოლუტურად. უძრავი ქონების ბაზარზე ძალიან დიდი გავლენა იქონია საქართველოში მიგრანტების შემოსვლა. განსაკუთრებით ქირის ბაზარზე გაზარდა ეს მოთხოვნა ქირაზე, ბევრი ადამიანი დღეს ეს ქირის გაქირავებული ბინები დატვირთული არის, ხო?
უკრაინის ომის დასრულების შემთხვევაში და საქართველოსთან მიგრანტების სწრაფად გასვლის შემთხვევაში საქართველოს უძრავი ქონების განსაკუთრებით დაქირავების ბაზარი გარკვეული სტრესის ქვეშ მოექცევა. და ეს სტრესი შეიძლება იყოს რაღაცა საშუალოდან საკმაოდ მასშტაბურამდე გააჩნია რა იმაზე ვსაუბრობთ. თუმცა აქვე საინტერესო არის რომ ჩვენ 2025 წელს 2025 წლის დასაწყისში მქონდა მოლოდინი რომ 26 იმის გამო თუ რა სიტუაცია იყო გეოპოლიტიკურად და საითკენ მიდიოდა მოლაპარაკებები ასევე რა მოლოდინები არსებობდა ანალიტიკოსებს შორის ომის დასრულების თვალსაზრისით მქონდა მოლოდინი რომ 2026 წლის პირველ ნახევარში ეს პროცესი ნელ-ნელა დაიწყებოდა და გაგრძელდებოდა 26-27 წელში. ამის გამო ვფიქრობდით რომ უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ზრდა და გაყიდვების და იქნებოდა თქვათ ისეთი მინიმალური არ იქნებოდა არსებითი ცვლილებები. თუმცა უკვე 2026 წლის დასაწყისში ისევ შეიცვალა გეოპოლიტიკური გარემო და დღეს უკვე ანალიტიკოსები უკრაინაში ომის დასრულებას სამწუხაროდ არ ელოდებიან 2026 წლის ბოლოს უფრო 2027 წლის მეორე ნახევრისკენ არის გადასული ეს მოლოდინები. და ჩვენი მოლოდინიც და გარდა ამისა პარალელურად გვაქვს შუა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა რა გავლენა იქონია? რომ ის რაღაც კაპიტალის გარკვეული ნაწილი, რომელიც აქამდე ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართებოდა, გარკვეული არასრული, რა თქმა უნდა, მცირე ნაწილი საქართველოსკენაც გადმომისამართა და ჩვენ ვნახეთ, რომ მოთხოვნა საქართველოს უძრავ ქონებაზე ახლო აღმოსავლეთის ომმა გაზარდა. და ამის გამო ჩვენი მოლოდინი შეიცვალა და თუ კი 2025-ის ბოლოს ველოდებოდით რომ მომდევნო წელს 2026-ში რაიმე რადიკალური ცვლილება არ იქნებოდა, დღეს დადებითისკენ ავწიეთ და ვფიქრობთ რომ ფასიც გაიზრდება, საერთოდ 6%-ის ფარგლებში და გაიზრდება ასევე გაყიდვებიც გაიზრდება დაახლოებით 6%-ის ფარგლებში. ხო პირველ კვარტალს თუ შევხედავთ, განსაკუთრებით აქტიური იყო მეორადი ბაზარი და სადღაც 19%-ით გაიზარდა მეორადი ბაზარი. მნიშვნელოვანი ციფრია კი. დიდი, უბრალოდ მეტით გაიზარდა, ჯამურად 19%-იანიც და ჰქონდა, მაგრამ უფრო დიდი 19%-ზე მეტი ზრდა იყო მეორად ბაზარზე. ამიტომ აი ესეთ რამეს ვაკვირდებით. აი უკვე 2027 წლისთვის კიდევ ერთხელ ვამბობ, გააჩნია რა მოვლენების მომსწრენი ვიქნებით, ამის მიხედვით განვითარდება ბაზარი, თუმცა მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ რაღაცებს დადებითი გავლენა აქვს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე, მიგრანტების გასვლა უარყოფითი მოვლენა იქნება, რა თქმა უნდა, დამოკიდებული იქნება სწრაფად გავლენ მიგრანტები თუ ნელა, სწრაფი გასვლა შეიძლება ნაკლებ სავარაუდოა და ეს სწრაფი გასვლა ძლიერი შოკია, მაგრამ ნაკლებ სავარაუდო და თუ ბაზარს ექნათ რო ადაპტაციისთვის, რა თქმა უნდა, ეს შოკი არ იქნება, თქვათ ისეთი ძალიან ძლიერი. საინტერესოა. ალბათ მნიშვნელოვანი იქნება როგორ განვითარდება ჩვენს გარშემო თუნდაც რეგიონში ვითარება და როგორ არის დამოკიდებული ჩვენი ბაზარი ამ ყველაფერზე. დიდი მადლობა თქვენი მონაწილეობისათვის ამ პოდკასტში. მე მინდა მიმართო მაყურებელს რომ გამოიწერონ ჩვენი პოდკასტი, ეს რა თქმა უნდა სტიმულს მიცემს პროპერტი ჯორჯიას რომ კვლავ განახორციელოს მსგავსი პოდკასტები, საინტერესოს თუ მართან ერთად განიხილოს თემები, რომელიც ერთობ მნიშვნელოვანია ამ სფეროში ჩართული როგორც მომხმარებლისთვის, ისე პროდუქციის მიმწოდებლისთვის და რა თქმა უნდა ისე როგორც იპოთეკის ბაზრის განვითარების სხვა პირებისათვის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის. ასევე დიდი მადლობა წარმატებები თქვენს პოდკასტს. მადლობა. პოდკასტის წარმოდგენია Dreamland Oasis Chakwi. Wellness უძრავი ქონების პირველი დეველოპერი საქართველოში. პოდკასტის პარტნიორია შინვუდი. მიწის ნაკვეთები დღის შუაგულში. იდეალური ადგილი სახლის ასაშენებლად. თბილისიდან 23 კილომეტრში. საგურამოს მიმდებარედ. Property Leader Spotlight. უძრავი ქონების პირველი სექტორული პოდკასტი საქართველოში. ჩვენი სტუმარი გახლავთ TBC ბანკის იპოთეკური და უზრუნველყოფილი სამომხმარებლო პროდუქტების პროდუქტ ოუნერი ზურა ჯიქია. დიდი მადლობა ზურა მობრძანებისთვის. თქვენი ბანკი რა თქმა უნდა ერთ-ერთი
მსხვილი ბანკია საქართველოში, რა თქმა უნდა დიდ პორტფელს ფლობს, ამიტომ თქვენი დაკვირვებები იპოთეკური ბაზის მიმართებით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და მინდა რომ რამოდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავუზიაროთ ჩვენს მსმენელებს, რადგან დარწმუნებული ვარ, ბევრია დაინტერესებული როგორც დღეს, ასე მომავალში, რომ შეიძინონ უძრავი ქონება ისარგებლონ იპოთეკური პროდუქტებით. თქვენი აზრით, აი რომ დავიწყოთ, რა არის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, რომელთაც მომხმარებელი ინტერესდება იპოთეკური კრედიტებით. მოგესალმებით, პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა მოწვევისთვის, იმედი მაქვს ჩვენ დღევანდელი პოდკასტი საინტერესო იქნება და ისეთი ინფორმატიული იქნება მომხმარებლებისთვის, უბრალოდ თქვენი მაყურებლებისთვის. რაც შეეხება მოთხოვნას განსაზღვრავს ორი ფაქტორი. ერთი არის უძრავი ქონების შეძენა ინვესტიციის მიზნით, სადაც მნიშვნელოვანია ციფრები და ცივი გონება და მეორე არის უძრავი ქონების შეძენა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით და აქ ცოტა უფრო ასე ვთქვათ ემოციურები ვართ ხოლმე ქონების შეძენის დროს. სახლი მაინც სახლია და ამიტომ ემოციასთან არის დაკავშირებული. ძირითადი ფაქტორს მაინც მომხმარებელი რას ანიჭებს უპირატესობას? იქნება ეს სესხის ვადა, ყოველთვიური გადახდის მოცულობა, თუ საპროცენტო განაკვეთი. მაინც ძირითადი რა არის, რომელსაც აქცევენ გადაწყვეტილების დროს ყურადღებას? მოდით ესე ვთქვათ, ეს სამი ფაქტორი არის ის, რაც განსაზღვრავს ჩვენს ყოველთვიურ გადასახადს. მთავარი არის ყოველთვიური გადასახადი იყოს კომფორტული და გზავადიანად მართვადი. იმისთვის რომ არ შეგვიყვანოს რაღაცა ისეთ ასე ვთქვათ რისკებში. იპოთეკური სესხი გზავადიანი პროდუქტია და შესაბამისად საჭიროა კარგი ფინანსური დისციპლინა იმისთვის რომ გზავადიანად ეს პროდუქტი ასე ვთქვათ მართოთ. რა თქმა უნდა, თქვენთვის ცნობილი იქნება, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკმა ფაქტიურად შეზღუდვა უცხოურ ვალუტაში სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების გაცემა, რაც იდეაში განპირობებული იყო უცხოურ ვალუტასთან მიხედვით მომხმარებლის ეჯირებით, უფრო კარგი განმარტება რომ გავაკეთოთ, როდესაც მომხმარებლის შემოსავალი არის ლარში, მას უნდა ერჩივნოს, რომ ლარში აიღოს იპოთეკური გრძელვადიანი კრედიტი. მეორე ფაქტორი ის არის, რომ ლარში იპოთეკური კრედიტი უფრო ძვირია საპროცენტო განაკვეთში, ვიდრე მაგალითად სხვა ვალუტაში. ეს საპროცენტო განაკვეთის მაღალი დონე რა სტიმულებს აჩენს ბაზარზე? იღებს თუ არა მომხმარებელი გადაწყვეტილებას, რომ აიღოს ოდნავ მაღალი პროცენტის იპოთეკური სესხი, თუ უბიძგებს მომხმარებელს, რომ მაგალითად ქირით გადავიდეს საცხოვრებლად? ნახეთ როგორი რაღაცა არის. ამ ზღვის აწევა 750,000 ლარამდე. დიახ. ერთის ხრივ კი ბატონო გეთანხმებით გარკვეულწილად შეზღუდვა არის უცხოური ვალუტის სესხების, თუმცა მეორე ხრივ ისტორიულად რომ დავაკვირდეთ, იყო ჩვენ ქვეყანაში ვალუტის გაუფასურების და გამყარების და ასე შემდეგ სხვადასხვა ტრენდები, რაც არაპროგნოზირებას ხდიდა ადამიანის ყოველთვიურ გადასახადს. კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ მთავარია იპოთეკური სესხის ან ნებისმიერი სხვა ტიპის კრედიტის გადასახადი დაიგეგმოს ისე, რომ იყოს გზევადიანად მართვადი. გასაგებია. თქვენი მოსაზრებით რა არის მთავარი შეცდომა, რომელსაც მომხმარებელი იპოთეკური ან უზრუნველყოფილი კრედიტების აღების დროს უშვებენ? თქვენ რამოდენიმეჯერ ახსენეთ დისციპლინა, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გადახვევით ამ ნაწილში, რადგან სპონტანური გადაწყვეტილება არ შეიძლება იყოს გრძელვადიანი კრედიტში შესვლა. ამიტომ თქვენი დაკვირვებით მით უმეტეს გამოცდილება გაქვთ საკმაოდ დიდ პორტფელს მართავთ TBC, ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება თქვენი დაკვირვებები. მთავარი რაც პრაქტიკაში ხდება ხოლმე არის ის, რომ ადამიანი ცდილობს აიღოს მაქსიმუმი, რაც ასე ვთქვათ მიეცემა. არადა ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, ჩვენი რეალური შესაძლებლობებიდან რამდენის გადახდა შეგვიძლია. გასაგებია. მნიშვნელოვანი დაკვირვება. იდეაში მისთვის კომფორტული უნდა იყოს ყოველთვიური გადახდა. სწორად მივხვდი, ხო? კი ბატონო. დღეს არსებული ბაზრის პირობებიდან რა თქმა უნდა შიდა განმარტებებსაც საკმაოდ დიდი წილი მოდის გაყიდვების, რა თქმა უნდა შემდგომ არის იპოთეკური კრედიტის დახმარება, რა ფაქტორებს აქცევს ბანკი ყურადღებას, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მომხმარებელი, რომ ბანკმა გადაწყვიტოს მისი დაკრედიტება. თუ შეგიძლიათ რომ ეს გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს. ძალიან მარტივად, სამი მნიშვნელოვანი ფაქტორია აქ. პირველი არის შემოსავლის სტაბილურობა, მეორე არის მისი არსებული ვალდებულებები და მესამე საკრედიტო ისტორია. მოკლედ რომ ვთქვათ, კრედიტი არ უნდა იყოს დამატებითი
ისეთი ტვირთი მომხმარებლისთვის, რომელსაც ვერ აწევს. აჰა, გასაგებია. პირველად შინატანთან დაკავშირებით ხო არ გვეტყვით დამატებით ინფორმაციას, რადგან ბევრი ჩვენი ასე რომ ვთქვათ მაყურებელი არის ინფორმირებული, რომ რაღაც სრულ დაფინანსებასთან დაკავშირებით შეიძლება ცოტა პრობლემური იყოს საკითხი და რაღაც თავიანთი მონაწილეობაც უნდა კონდეს მომხმარებელს, რათა შემდგომ დანარჩენი თანხა დააფინანსოს უკვე იპოთეკური კრედიტით. პირველადი მონაწილეობა, თანამონაწილეობა, ასე ვთქვათ, მინიმუმ 10%-დან არის. თუმცა, რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი გვექნება, უკეთესია ერთის მხრივ იმისთვის, რომ სესხის აღება მოგვიწევს უფრო ნაკლებიც და ფინანსური რისკიც ნაკლები გვექნება. აჰა, კი ბატონო. რა თქმა უნდა, საქართველოში ბაზარზე ადგილობრივი მომხმარებლებიც აქტიურობენ იპოთეკური კრედიტების მიმართულებით და ასევე როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ჩვენი დიასპორა, ჩვენი მიგრანტებიც საკმაოდ აქტიურად არიან ჩართული. რა თქმა უნდა, ზოგი საცხოვრებლად ყიდულობს და აპირებს ჩამოსვლას და ძალიან გვიხარდება ეს ამბავი და მრავალი ასევე როგორც საინვესტიციო გადაწყვეტილებას იღებს და ისე ახდენენ ხოლმე უძრავი ქონების შეძენას. კონკრეტული პროდუქტი ან მათზე მორგებული პირობები თუ გაქვთ ბანკში და მნიშვნელოვანი იქნება რომ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია ჩვენს მაყურებელს. კი ბატონო, კი, კარგი კითხვაა, მადლობა. ესე იგი, ემიგრანტებისთვის ზოგადად პროცესი არის მაქსიმალურად დისტანციური და ხელმისაწვდომი, ასე ვთქვათ, იმ ბარიერის გამო, ბუნებრივი ბარიერის გამო, რომელიც გვაქვს მანძილის გამო, კი ბატონო, სესხის დამუშავების და დამტკიცების პროცესი ბევრად უფრო გამარტივებულია ვიდრე სტანდარტულ შემთხვევაში და ანუ მოკლედ მეც ყველა ემიგრანტს უსურვებ, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნებოდეს სამშობლოს. გიერთებით აბსოლუტურად ამ სურვილში, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი იქნება. თქვენი დაკვირვებით, როგორ შეიძლება იყოს იპოთეკური ბაზრის შემდგომი განვითარება? რა თქმა უნდა, ეს ტრენდი საკმაოდ მზარდია, ეს აისახება როგორც უძრავი ქონების ბაზარზე, რადგან გაყიდვები ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ მზარდია როგორც რაოდენობაში, ისე ფასის ნაწილში და ერთ-ერთი სტიმული, რა თქმა უნდა, იპოთეკური კრედიტების და პროდუქტების მიმწოდებლებსაც, რა თქმა უნდა, ამ ნაწილში გაქვთ. თქვენი აზრით, როგორ განვითარდება და საიწაო ეს ბაზარი? ეს ბაზარი, როგორც ჩემმა წინა მორბედმა თქვენმა სტუმარმა თქვა, ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს ამ ბაზარს იმ კუთხით, რომ საქართველოში ურბანიზაცია დაბალია, ერთის მხრივ, მეორეს მხრივ მაღალია, ასე ვთქვათ, ერთ ოჯახში მცხოვრები ოჯახის წევრების რაოდენობა და ბუნებრივად შემცირდება, იმიტომ რომ ახალგაზრდა ოჯახები ცდილობენ რაც შეიძლება, ასე ვთქვათ, ცალკე გადავიდნენ საცხოვრებლად. მოკლედ, მრავალმხრივ განვითარდება იპოთეკური სესხების ბაზარი, მე ვფიქრობ და ეს პირდაპირ მიბმული იქნება იპოთეკური უძრავი ქონების მოთხოვნასთან. აჰა. გარდაუსტიმულებს გააჩენს, რა თქმა უნდა, უძრავი ქონების გაყიდვების მიმართებაში. კი ბატონო. ეს მოკლედ გადაჯაჭვულია ერთმანეთთან ეს ორი მიმართულება, რა თქმა უნდა. და თქვენი დაკვირვებით რას ურჩევდით 25-30 წლის ახალგაზრდებს თუნდაც წყვილებს, როგორ შეიძლება შეხედონ იპოთეკურ პროდუქტს, როგორ შეიძლება დაგიგმოთ თავიანთი მომავალი და თუნდაც ისარგებლონ თქვენი მომსახურებით. ესე იგი 25-30 წლის მომხმარებლებს მე ურჩევდი დაიწყონ მცირედით იმისთვის რომ დაიკმაყოფილონ თავიანთი მინიმალური მოთხოვნები და ეტაპობრივად გაზარდონ შესაძლებლობები. ისევ და ისევ ვამბობ იმას, არ აიღონ მაქსიმალური რაც მიეცემათ. აიღონ იმდენი რაც მათთვის იქნება ძელვადიანად მართვადი და არ იქნება ზედმეტი ფინანსური ტვირთი. ძალიან მნიშვნელოვანი მიგნებაა და ძალიან მნიშვნელოვანი რჩევაა, რადგან აბსოლუტურად დისციპლინა და დაგეგმილი ურთიერთობა იპოთეკურ კრედიტთან ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი მთავარი ესე რომ ვთქვათ мотиваტორი თუ გრძელვადაში როგორ შეიძლება ამ პროდუქტით სარგებელი იყოს. მეორე მხრივ უძრავი ქონების შეძენის ნაწილი თუმცა համასაკისა მომხმარებლისთვის, რა თქმა უნდა, იპოთეკურ კრედიტი ერთ-ერთი მთავარი არჩევანია ხოლმე. რა მაინტერესებს მიგრანტების ან თუნდაც უცხოელი მომხმარებლის ნაწილში თქვენი ბანკი როგორ რეაგირებს ამაზე, რამე განსაკუთრებული პროდუქტი ხომ არ გაქვთ, ან რამ მოთხოვნები გაქვთ, ესე რომ ვთქვათ, კლიენტებისთვის, რომელიც შეიძლება არ იყოს საქართველოს რეზიდენტი. ესე იგი, ნახეთ ვან როგორი ამბავია, უცხოეთში შემოსავლის შესწავლა ყოველთვის შესაძლებელი არ არის, ხომ? განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ვთქვათ, ადამიანს რაღაცა ისეთი შემოსავალი აქვს, რომელიც ბანკში არ ერიცხება. შესაბამისად, არსებობს
არარეზიდენტებისთვის და ემიგრანტებისთვის შემოსავლის გამარტივებული შესწავლით იპოთეკური სესხის გაცემა, რაც მოიაზრებს იმას, რომ თუ ადამიანს აქვს გარკვეული მოცულობის თანამონაწილეობა, არ იმყოფება საქართველოში და იმყოფება უცხოეთში, აი როგორც წეღან ვახსენეთ, შესაძლებელია გამარტივებული შესწავლით იპოთეკური სესხის დამტკიცება და გაცემა, რა თქმა უნდა დასტურდებოდეს მინიმალურად, რომ ეს ადამიანი ვთქვათ იმყოფება უცხოეთში, იქ მუშაობს, თუმცა არ ტარდება ასე ვთქვათ დეტალური ფინანსური ანალიზი. საინტერესოა. თქვენი თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესო იქნება საპროცედო განაკვეთთან დაკავშირებით, როგორც ჩვენი მაყურებელი ინფორმირებულია, არსებობს ეგრეთ წოდებული ფიქსირებული განაკვეთი, არსებობს ეგრეთ წოდებული მცურავი საპროცედო განაკვეთი, რომელიც გარკვეულ კრიტერიუმებზე არის მიბული. ამასთან დაკავშირებით ვკითხეთ, თუ შეიძლება თქვენი აზრი და რა რისკს შეიძლება ატარებდეს, მაგალითად, მცურავი საპროცედო განაკვეთი. კი ბატონო. ესე იგი, ერთის მხრივ ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ქმნის სტაბილურობის შეგრძნებას, ხომ? რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ან სესხის ბოლომდე საპროცენტო განაკვეთი არ შეგვეცვლება. მეორეს მხრივ არსებობს, როგორც თქვენ ახსენეთ, ცვლადი საპროცენტო განაკვეთი, რომელიც გარკვეულ ინდექსებზეა მიბმული და შეიძლება როგორც შემცირდეს, ასევე გაიზარდოს. შესაბამისად, ეს რისკი მთლიანად მომხმარებლის ასაღებია. სურს უფრო მეტად სტაბილური ყოველთვიური გადასახადი თუ თქვათ სიტყვაზე მაგალითად რეფინანსირების განაკვეთზე მივული სურს აიღოს ეს რისკი თავის თავზე რეფინანსირების განაკვეთი იქნება თუ ტიბრი იქნება თუ რაიმე სხვა ინდექსი. აჰა, გასაგებია. კი ბატონო. რეფინანსირების განაკვეთზე რო ვთქვათ ორი სიტყვა, იდეაში ეროვნული ბანკი თავისი კომიტეტის გადაწყვეტილებით აცხადებს ხოლმე რეფინანსირების განაკვეთის ზომას, თუ არის ხოლმე მოსალოდნელი და გადაწყვეტილებას იღებს და რა თქმა უნდა ასწავლებს ხოლმე ამას მომხმარებელს და რამდენ ხანში ისახება ხოლმე გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი უკვე მომხმარებელზე თუ შეგიძლიათ ეს როცა დავალონკრებდოთ. ნახეთ, კარგა ხანია ზუსტად პერიოდი არ მახსოვს TBC ბანკის სესხები არ არის მიბმული რეფინანსირების განაკვეთზე, მიბმულია ბანკთა შორის ინდექსზე, ეს არის ტიბრის ინდექსი, ასე ვთქვათ. ნუ რა თქმა უნდა, ეს ტიბრის ინდექსი კორელირებს გარკვეულწილად რეფინანსირების განაკვეთთან და ნუ შესაბამისად გარკვეულწილად თანხმედრაშია მის ზრდასთან და შემცირებასთან. რაც შეეხება რამდენ ხანში აისახება ეს ინდექსი ყოველთვიურ გადასახადზე, აისახება ყოველთვიურად იმ შემთხვევაში თუ შეიცვლება ეს განაკვეთები და ეს ინდექსები, რაზეც სესხია მიბმული. თუმცა ბოლო პერიოდში საკმაოდ სტაბილური ტრენდი აქვს რეფინანსირების განაკვეთს და ეხლა ბოლოს შეიცვალა 25%-ით, მანამდე კარგა ხანი ზუსტად პერიოდი არ მახსოვს, 8%-ზე იყო სტაბილურად, კი ბატონო. კი ბატონო, გასაგებია. და თქვენი მთავარი რჩევა რა იქნება პოდკასტის მაყურებლისთვის იპოთეკურ დაკრედიტებასთან მიმართებაში, თუ შეიძლება კიდევ რამოდენიმე მთავარი მიგნება რომ უთხრათ და დავუტოვოთ, ესე რომ ვთქვათ. ჩემი მთავარი რჩევა, არ ვიცი ბევრჯერ განმეორდი და კიდევ ერთხელ განმეორდები, არის ის, რომ ესე იგი ერთის მხრივ იპოთეკური სესხი და უძრავი ქონება არის ცხოვრების ასე ვთქვათ ხარისხის ერთის მხრივ ან მეორეს მხრივ ინვესტირების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი. აქ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ყველაფერი დავგეგმოთ მაქსიმალურად და არ მივიღოთ სპონტანური გადაწყვეტილებები. კიდევ ერთხელ განმეორდები, სესხი უნდა იყოს გრძელვადიანად მართვადი და არ უნდა იყოს ზედმეტი ფინანსური ტვირთი მომხმარებლისთვის. ძალიან კარგი, ძალიან მნიშვნელოვანი რჩევაა. ჩვენს მაყურებელს არხის გამომწერებს, რა თქმა უნდა, ჩვენ შემდგომას მივაწვდით საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას, როგორც პროდუქტებთან დაკავშირებით, ასევე უძრავი ქონების სექტორთან დაკავშირებით. მეგონი საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. ჩვენ მაყურებელს კი ვთხოვ, გამოიწეროს Property Leader Spotlight-ის პოდკასტი, რადგან შემდგომშიც პოდკასტი პირდება თავის მაყურებელს საკმაოდ საინტერესოდ გაშლის უძრავი ქონებასთან დაკავშირებით მრავალ თემას. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. წარმატება უსურვოთ პოდკასტს. აუცილებლად. კარგად გრძანდებოდეთ. პოდკასტის წარმოდგენია Dreamland Oasis Chakwi. Wellness უძრავი ქონების პირველი დეველოპერი საქართველოში. პოდკასტის პარტნიორია Shinwood-ი. მიწის ნაკვეთები დღის შუაგულში. იდეალური ადგილი სახლის ასაშენებლად. თბილისიდან 23 კილომეტრში.
საგურამოს მიმდებარედ. Property Leader Spotlight. უძრავი ქონების პირველი სექტორული პოდკასტი საქართველოში.